საყვარლებო, ცუნცულებო, ყურადღებით იყავით მეგობრებო, მოისმინეთ ბოლომდე, რასაც ვიტყვი, რამე თუ ძალიან მნიშვნელოვანია და გაუზიარე მეგობარს. შენს საუკეთესო მეგობარს ეს ვიდეო. ქართველი თუა, გაუზიარე. გუშინ მე დაგკვირდით, რომ ვიდეოს ბოლოში ვიტყოდი, ლაივის ბოლოში ვიტყოდი, თუ რატომ ვერ გააყალბებენ ღვთისმშობლის თმას. რამე თუ ერთ-ერთმა ქალბატონმა გამოთქვა შიში, რომ ვაი თუ გააყალბონ ღვთისმშობლის თმა, რომელიც ჩამოსული არის საქართველოში. თუ მოისმინეთ ჩემი ლაივი, რომელშიც ვასაუბრებ, რომელშიც უბრალოდ ვუყურებ, რას ამბობს ბატონი თორდია ამ საკითხთან დაკავშირებით, რატომ ჩამოვიდა საქართველოში ერთი წუთით რაღაც ხმაური მიშლის ხელს და გამთიშა მიხლავე, თორე კონცენტრაციაში მიშლის ხელ აშკარად. ხო, გამთიშა. ესე იგი, თქვენ იცით, რომ ბატონ დავით თორდიამ განაცხადა ესეთი რამ, რომ საქართველოში ჩამოვიდა და მისგან გავიგე მე ეს, რომ 2020 წელს საქართველოში ჩამოსულა ღვთისმშობლის თმა და ღვთისმშობლის თმა, რომელიც ჩვენ არ გვამცნობს საპატრიარქომ, რომ ჩამობრძანდა ღვთისმშობლის თმა საქართველოში, რატომ ჩამობრძანდა ღვთისმშობლის თმა საქართველოში, რომ თვითონ იქ, სადაც მდებარეობდა, სადაც შეინახებოდა ეს თმა, იქაურ პასტორს გამჩენმა არ მოასვენა, ხილვებმა, სიზმრებმა და ასე შემდეგ და მან საქართველოში გამოგზავნა ღვთისმშობლის თმა, რამე თუ ის უნდა ყოფილიყო თავის სამშობლოში, ასეთი მოწოდებით. გესმით? ის უნდა ყოფილიყო თავის სამშობლოში. ეხლა ნახეთ, როდესაც მე მგონი იტალიიდან თუ ესპანეთიდან, აღარ მახსოვს ზუსტად რომელი, ერთ-ერთი ამ ქვეყნის პასტორი, რომელთანაც ინახებოდა ღვთისმშობლის თმა, მე მგონი იტალია იყო, ხო? იტალია ახსენა ბატონმა თორდიამ. როდესაც იტალიიდან მობრძანდება თუ ესპანეთიდან მობრძანდება ღვთისმშობლის თმა, იმ გაგებით, რომ იქაური პასტორი ხილვებშია, იქაური პასტორი გაფრთხილებებშია, იქაური პასტორი არის სრულიად ზეციურთან კავშირში და საქართველოში ზეციურთან თუ ვისთან კავშირში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მეგობრებო. ის ამბობს, რომ საქართველოში მის სამშობლოში უნდა იყოს ღვთისმშობლის თმა. ეხლა მე გეტყვით ერთ რამეს, არავინ არ გამოაგზავნიდა ამ თმას საქართველოში, თუ არ იყო აქ ზეციური ჩარევა. ზეციურ ანგელოზთა ჩარევა რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ამ სიმდიდრეს, რომელიც ქართველებს გვეკუთვნის, არავინ არ მოგცემდა. ამიტომ იმას ეხლა იქამდე მალავენ, სანამ გაუვათ, მაგრამ რომ აღარ გაუვათ, ისინი იძულებული იქნებიან, რომ გამოაჩინონ ღვთისმშობლის თმა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართველებს ჩვენ დაგვიდგინდეს ის, რომ ღვთისმშობელი მარიამი არის პროტოქართველი, რომ ღვთისმშობელი მარიამის სისხლი არის ბაგრატოვანთა სისხლი, რომ ღვთისმშობელი მარიამის სისხლი მხოლოდ საქართველოში იხარებს. ამიტომ ნუ შეგეშინებათ იმის, რომ ვინმე გაბედავს და შეცვლის ღვთისმშობელი მარიამის თმის ანალიზს, ან ათმას თვითონ, იცოდეთ, რომ ამაში ზეციური იერარქია არის ჩარეული და ამის მაღლა ვერავინ ვერ ავა. ანუ მის ძალებს ვერავინ ვერ აღემატება. ზეციური ანგელოზთა ძალებს, რომლებიც არის უკვე ქრისტეს წარმომადგენლობა, თუ ისინი ჩარეული არიან, რატომღაც ჩვენ დავიმსახურეთ, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ჩვენ სამშობლოში არის დიდი სიწმინდე, არის ვიღაცა პიროვნების მიერ გამოჩენილი დიდი სიწმინდე, რომლის ნიადაგზეც ეს დავიმსახურეთ ჩვენ. და გვეკუთვნის. იმიტომ კი არა, რომ ძალიან მაგრები ვართ. იმიტომ რომ ჩვენ გადავრჩეთ. ჩვენ ვაჩვენეთ ზეციურ ძალებს, რომ გვინდა გადარჩენა.
არ ვიცი ეს მოხდა ერთი ადამიანის ნიადაგზე თუ რამდენიმე ადამიანის ნიადაგზე, როგორც ჩანს ზეციურმა ძალებმა დაინახეს ეს პოტენციალი საქართველოში სიწმინდეების არსებობისა, ანუ ჩვენს გულებში სიწმინდის არსებობისა, ერთში ან ორში უკვე საკმარისი იყო, ერთ ადამიანში ან ორ ადამიანშიც რომ ეხილათ ზეციურ ანგელოზებს, რომ ჩვენში არის გადარჩენის პოტენციალი, ისინი ამას დაუშვებდნენ, რომ ჩვენ გადარჩენილიყავით. და ამიტომაც როდესაც არის ნათქვამი წინასწარმეტყველებაში, რომ სასწაულებრივად ჩამობრძანდება ღვთისმშობლის ხატიო, ღვთისმშობლის თმა ხატზე უფრო ძლიერი არ უნდა იყოს, ხო და ღვთისმშობლის თმა რომ საქართველოშია ეს არ უნდა ვიცოდეთ ჩვენ? და ვიღაცები რომ გამოვიდნენ და თქვენ რომ რამდენი ხანია ვიცოდითო? რა ხმა არ უნდა ამოგიღოთ? რატო ხმა მაღლა არ გაჟღერდა ამის შესახებ? მედია ამაზე უნდა საუბრობდეს, ამაზე უნდა ესაუბრა მედიას 24 საათი, რომ ღვთისმშობლის თმა დაგვიბრუნდა. რომელ მედიაში გაჟღერდა? არც ერთ მედიაში არ გაჟღერებულა ეს. და ასე რომ ჩემო კარგებო, თქვენ ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ ჩვენ ან ვინმე გაბედავს და ღვთისმშობლის თმას გააყალბებს, იმან უკვე იცის, რომ კარგი არ დაადგება. და ჯოჯოხეთში მოხდება. გეთახვები თამარ, რა თქმა უნდა, შორენა წერს. კი, შორენა, აბა რა. მშვიდობიანი დილა ყველას, მადლობა ხათუნა. ირმა, დიდება შენ და ქრისტე ღმერთო, დიდება, ამინ. ასე რომ ჩემო კარგებო, გიხაროდენ, ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ ეს ამბავი ისევ გაახლდა, რომ ეს ამბავი მოვიდა ჩვენს ყურამდე, სულ ცოტა ბატონი თორდიას მაყურებლის ყურამდე უკვე მისული იყო 2 წლის წინ, 2 წლის წინ, ხო? თუ უფრო ადრე და ჩემი მაყურებლის ყურამდე მივიდა ახლა და ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიხარა ჩემის ჩათვლით. და მე მიხარია, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ. ჩემთვის ეს იმის მიმანიშნებელი არის, რომ ჩვენ მიმღებები ვართ ღვთიური ძალების. რახან ღვთისმშობელმა მარიამის თმამ, ზეციურმა ძალებმა დაუშვეს ეს, რომ ღვთისმშობელი მარიამის თმა ჩვენთვის დაებრუნებინათ უკან. ეს არის დასაწყისი იმ დაკარგული განძეულობისა და სიწმინდეებისა, რომელიც აქედან გაიტაცეს საუკუნეების განმავლობაში. ეს დასაწყისია მხოლოდ დაბრუნების. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ის დაგვიბრუნდა ჩვენ და აწი ყველა თავისი ხელით მოგვართმევს იმ განს, რომელიც საქართველოდან წაგლიჯეს. არ გააკეთებენ? ჯოჯოხეთის ცეცხლში მოხდებიან ისინი. არა იმიტომ, რომ მე ვამბობ ამას, არამედ იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ღმერთის ნებაა ასე. არც ერთ მედიას არ მისცემდნენ მაგის უფლებას, რომ ეთქვას, რომ სოდნოდათ. თვითონ მედიასაც არაწყობს ამის თქმა. უმეტესი მედია რელიგიის წინააღმდეგია. ლიკა, მე ვერ გეთანხმები, რომ უმეტესი მედია რელიგიის წინააღმდეგია. უმეტესი მედიაც და საპატრიარქოც და ჩვენი პარლამენტარებიც ერთად არიან შეკრული. მაგაში დარწმუნებული იყავი და მე უკვე დავწმუნდი მაგაში. ასე რომ ჩემო კარგებო, არც მეგონა თუ არ იცოდი. სად ყავს მედია, ყველა მოსყიდულია, რა თქმა უნდა, ყველა მოსყიდულია. ხათუნა, რატომ არ გეგონა, რომ არ ვიცოდი, მე რომ ცოდნა და ამის შესახებ არ გავაჟღერებდი? რა ბედნიერება ღმერთო, დიდება შენს ძალას და მადლს, დიდება მანო, დიდება მამას, ძეს და სულიწმინდას, ის ჩვენთან დგას, როგორც ჩანს, ჩვენ მართლა ძლიერად ვუყვარვართ ჩვენს გამჩენს, ჩვენ ვართ მისი ხატად და მსგავსად შექმნილი და ამას ყველა ნაბიჯი გვაჩვენებს. ჩვენგან როდესაც მისდის მას სიგნალი, ის რეზონირებს აუცილებლად. თუ ჩვენგან მას სიგნალი არ მიუვიდოდა, ის არ რეზონირდებოდა და მე, ჩემთვის, პირადად ჩემთვის, რომ მე ეს მცოდნოდა 2020 წელს უკვე რომ ღვთისმშობლის თმა საქართველოში ჩამოგრძანდა, მე რატომ არ ვიცოდი, იცით, რატო გამიკვირდა? პირველ რიგში 2020 წელს მე არ ვიყავი საპატრიარქოს წინააღმდეგ. 2020 წელს მე საპატრიარქოს წინააღმდეგ არ მიბრძვია და არ მიმხელია ეგ.
საპატრიარქოში კიდე გეტყვით რომ მე მორწმუნე ხალხს კი არ ვებრძვი, მე ვებრძვი იმ ხალხს, ვინც შეპარული არის და იბრალებს მორწმუნეობას და ქრისტიანობას. სწორად რომ გამიგოთ და ჩემი ძმა ამ დროს უკვე იყო მონასტერში და მე პირველ რიგში გავიგებდი ჩემი ძმისგან, იმიტომ რომ ჯოჯუა სინოდის შეკრებებს ესწრება და ჯოჯუა არის ჩემი ძმის წინამძღვარი, ესე რომ ვთქვა და პირველ რიგში ვინც გაიგებდა რომ ღვთისმშობლის თმა საქართველოში ჩამოსულია, უნდა ყოფილიყავი მე. უფრო სწორად ჩემი ძმისგან გავიგებდი რა თქმა უნდა. მედიას რომც არ გაეჟღერებინა, მაგრამ საკვირველება ის არის რომ არც გამიგია ამის არც შემწმეს არ გაუგია და არც ჯოჯუას დაუძრეს ამაზე ხმა კრინტი. შორენა წერს ამხელა იმედი ხარ თამარ მადლობა ამისათვის რომ მადლობა შორენა მიხარია რომ ასე ხედავთ ლიკა თანდალაშვილი კი გეთახმები თამარ მე აქცენტი მედიის გაჩუმებაზე უნდა გაწერას ალბათ ხო გავაკეთე საყვარელო ხო მედიას აჩვენებენ როგორც უნდათ ისე ალაპარაკებენ არ გეგონოთ რომ მედია თავის დამოუკიდებლად მუშაობს არა მეგობრებო მედია რომ დამოუკიდებლად მუშაობდეს მე კიდევ გეტყვით რა და ეგ რომ იყოს მართლა დაინტერესებული ხელით და საკითხებით როდესაც მე თელი ოჯახით 5 ადამიანი 3 პატარა მცირეწლოვანი შვილით და აი ამ სამ პატარაში იყო მესამე ზუსტად ილიას ნათრული არ შემიშოს ეს ამბავი 4 დღეში 700,000 ადამიანმა ნახა ამით თუ არ დაინტერესდა მედია აბა სხვა რითი უნდა დაინტერესდეს მე კითხვა მიჩნდება ის არც არავის წინააღმდეგი არ არის მედია აბსოლუტურად არავის წინააღმდეგი არ არის მედიას უხდიან ფულს და აჟღერებს იმას რაც მათ სურთ ასე რომ იყიდება და გაყიდულია მედიაც მაშინ დავწმუნდი მე რომ მედია გაყიდულია მედიაც გაყიდულია იმიტომ რომ მედიასთან მივიდა ის ამბავი მედიას ყურამდე მივიდა ის ამბავი რაც მოხდა 2022 წელი იყო 2023 წელს მივიდა ეს მედიის ყურამდე ანუ მარინოს როდის ვიყავით ჩვენ საპატრიარქოსთან 2-ში თუ 3-ში 2022-ში თუ 2023-ში 3-ში მეგობრებო ან 2022-ში ვიყავით 3 წლის წინ იყო 2022 წელს გამჟღავდა ყველაფერი ვინ იყო დამანახა ღმერთს აი როგორ თვალნათლი ვიცი ძალიან თვალნათლი ასე რომ გაკოცეთ მეგობრებო გაუზიარეთ ვიდეო ყველას ჩვენ ხმა უნდა ამოვიღოთ რომ ღვთისმშობლის თმა მოვილოცოთ სად არის რომელ ტაძარშია გვითხრან სად არის რომელ ტაძარშია ხმამაღლა გააჟღერონ მედიაში რატომ არ აჟღერებენ რომ მივიდეთ და მოვილოცოთ შეხების უფლება მაინც რო გქონდეს შეხების თმას ენერგეტიკა აქვს ჩვენ რომ ვიცოდეთ რა ფერის თმა მაინც ქონდა ღვთისმშობელს ხო ანუ ეგ მაინც რო ვიცოდეთ ამიტომ მეგობრებო გაკოცეთ მიყვარხართ სულ მალე თვითონ თავისი პირით იტყვიან რომ ღვთისმშობელი არის პროტოკართველი ის ქალდეველი იყო ქალდეველები იყვნენ პროტოკართველები ქალდეველების შთამომავლები ვინ იყვნენ ისიც გაჟღერდება და ძალიან ბევრი რამე მალე გაჟღერდება მე არ ვიცი თქვენ თუ აკვირდებით მაგრამ რასაც უფალი მკარნახობს და ჩემს ვიდეოებში ვაჟღერებ შემდეგ მართლაც ხდება ხოლმე ეს თვალნათლი ვხედავ რომ ფაქტის სახეზე დგება ხოლმე ანუ შევესწრებით ამ ამბავს როცა ჩვენ გავიგებთ რომ მარიამ ღვთისმშობელი არის პროტოკართველი და მარიამ ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი და რომ ქრისტე იყო ქართველი და რომ ქრისტე არა მხოლოდ ყველა ენაზე ლაპარაკობდა არამედ ქართულად ლაპარაკობდა და ასე რომ ყველა ენა იმდროინდელი ყველა ენა იყო არამეული ქართული რომაული ლათინური და რამდენიმე კიდე სხვა ხო კინგ ჩვენც გიყვარხარო მადლობა კინგ მეც მიყვარხართ ყველანი და აბა მოველოდეთ ძალიან მალე ახალ ამბებს